25,000-ზეა აქ ომი. ბაქარ სადისტი გელენიძე ლევან ტყვიამ გაუმტარი იანქოშვილის წინამდებ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამატრენერის რეალურ პროგნოზებს. მოიმარაგეთ ყავა, ჩაი, ტუშონკან, რამე რაც წევასებად. ჩვენ კი დავიწყეთ. ოტიკო გერლიანი, ლუკა გასიტაშვილი. აქ ჩემი აზრით უპირატესობა აქვს გასიტაშვილს, შემდეგი ნიკა ოხანაშვილი და თორნიკე ლომკაცა ციკლაური. რადგან არ ვიცით როგორ ჩხუბობს ოხანაშვილი, აქ ვერ ვიტყოდი ვინ მოიგებს, მაგრამ მინდა ვთხოვო ოხანაშვილს, რომ ლომკაცა ძალიან არცემო, იმიტომ რომ ეს კაცი კიდე დამჭირდება. და ბოლო პრელიმების გვაქვს ანრი ბესტავაშვილი, გრიზლი, თორნიკე მიფჩუანი. გრიზლის კიდევ არ გაუმართლა, არ ვიცი, ალბათ ჯადო აქვს გაკეთებული მაგ ადამიანს, უკვე მეორედ ჩაეხსნა მეტოქე. გრიზლის მივცემდი უპირატესობას, იმიტომ რომ პირველი ბრძოლა რო ჩაეშალა, ეხა იქნებოდა მაგარი გაბრაზებული და ეს სიბრაზე ყველაფერი დაეხმარებოდა ალბათ მოგებაში და მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა და ჩაეხსნა ბრძოლისგან მეტოქე. გადავედით ძირითად ლიგაში. ნიკა მაღლაფერიძე, საბა კვიჟინაძე. კვიჟინაძეს გამძლეობა ვნახეთ ჩვენ გელენიძესთან ბრძოლაში. მაღლაფერიძე კიდე გუდიანთან ვარჯიშობს, გუდიანთან ვარჯიშობს, ნუ იცით უკვე აღარ ვიტყვი. ჩემი აზრით, ცოტა პატარა უპირატესობით იმის ხარჯი რომ გუდიანთან ვარჯიშობს და ამარცხებს კვიჟინაძეს. თუმცა კვიჟინაძეს არ დაუკარგოთ გამძლეობა და შემდეგი ბრძოლა გვაქვს ნიკა ასკაროვი, დათო მუშკუდიანი. არა, ბოდიში რაღაც ტექნიკური შეცდომა. აი, გადმოვიდა ეს გამას როგორც შეეშალა, ზუსტად ეგრე შემეშალა მეც. ნიკა სუხიშვილი, დათო მუშკუდიანი. რინგ ნეიმი ღამის კოშმარი. საინტერესო ნიკნეიმია. იმედია რომ სუხიშვილი ეჩხუბება, როდესაც ჯერ მზე იქნება, და მეტი შანსი ექნება. ესე იგი, ხო, მთავარი რა არის? სუხიშვილი არის კაკრიაშვილის მოსწავლე, მუშკუდიანი არის გუდიანის მოსწავლე. ანუ უპირისპირდებიან ყველაზე სასტიკი და მაგარი მებრძოლების ესენი მოსწავლეები. რო შევატაროთ კაკრიაშვილი და გუდიანი, ეხლა რო იჩხუბონ თქვათ, პროგნოზს გავაკეთებდი, გუდიანი თუ არის სწრაფი და რაღაც გამძლე ხო რაღაც ხვდებით ხო რას გულისხმობ. კაკრიაშვილი კიდე, ანუ ჩვეულებრივი მკვლელია. მკვლელია რა, ანუ მეც ვერაფერს ვერ დავამატებ, სადაც უტყავს, იქ ბრიდავს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ რინგზე ხდება, სხვანაირად არ გაიგო. ასე რომ სუხიშვილს მივცემდი უპირატესობას, თუმცა მუშკუდიანსაც არ დაუკარგოთ სტიმული. აი ბრძოლა იქნება ჩემი აზრით და უპირატესობა სუხიშვილს. შემდეგი ბრძოლა არის ემილ ასკაროვი, მერაბ ტარზანა იაშვილი. აქ ტექნიკური არის ასკაროვი, ძლიერი არის იაშვილი, ტარზანა. მოკლედ, ასეთი შემთხვევაა, თუ ტარზანას დარტყმებს გაუძლო ასკაროვმა, მაშინ გაიმარჯვებს. თუ არა და ტარზანას დარტყმები თუ მოხდა, ტერს არ უსურვებ, ასე რომ, მაგრამ, ნუ, მაინც ტექნიკის ხარჯზე პატარა უპირატესობას ვაძლევ ემილ ასკაროვს. შემდეგი გვყავს ვალერი ყოჩიაშვილი, რინგნეიმად გორილა და იმრან ტერლოევი. აქ ჩემი აზრით აშკარა ფავორიტია
ყოჩიაშვილი. ნუ ვისთვის როგორ არ ვიცი, მაგრამ მე ვთვლი რომ აქ 80-20-ია ესე ვხედავ მე ამ ბრძოლას. და შემდეგი გვაქვს გიორგი ჰანტერ ჭავჭავაძე, მე უფრო ვიტყოდი გიორგი მამას ბუშტი ჭავჭავაძე, ან ჭავო, რავი, როგორც ინა. ზურა უშიშარი მარგიშვილი. პროგნოზები, რა თქმა უნდა, რომ აქ უდაოდ მარგიშვილი იგებს რა, ანუ ძლიერია ბევრად. ნუ ჩემი აზრით, ჭავჭავაძეს კი გონია რომ მოუგებს, მაგრამ რეალური პროგნოზები იმიტომ არის, რომ რეალურად თქვა, ხო? მარგიშვილი მოიგებს, ჩემი აზრით, უდაოდ, თუმცა ჭავჭავაძესაც ნუ დაუკარგავს, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს მარგიშვილთან რა. აგვისტოში მე ვეჩხუბები ჭავჭავაძეს და თუ შეიძლება რომ ცოტა ისე არ გალახო, რომ მე აგვისტოში ვეღარ გამოვიდე. დიდი თხოვნა იქნება. მადლობა წინასწარ. და საჩემპიონო ბრძოლა სლავა მარგიშვილი ბრილიანტი ირაკლი ფიფია. სლავასთან უნდა ეჩხუბა აირონ ლაშას, მაგრამ აირონ ლაშა ფეხი იტკინა. დოქტორ შაურმა რო არის რაღაცა ტყვარში რო ხტებოდა თუ რაღაცა ეგეთი მაგასთან ისპარინგა თუ რაღაცა მან იტკინა ეთყობა ფეხი, ნუ მოკლედ ტრავმა ვერ გამოვიდა და ფიფიამ შეცვალა. ყველას გაგიკვირდება და აშკარა ფავორიტს ალბათ უმეტესობა თვლით სლავას, მაგრამ მე ასე არ ვიტყოდი, მე ვნახე ფიფია როგორ იჩხუბა კიმაძესთან. კიმაძე მაგ დღეს იყო მაგარ ფორმაში, ქულების უმეტესობით მოიგო ბრძოლა. თუმცა აქ ვფიქრობ, რომ ქულები თუ არ დააკლეს ფიფიას, ჩემი აზრით, ყველა შანსი აქვს, რომ წამოიღოს ეს ბრძოლა. მოვედით გრან პრის ფინალამდე, როგორც იქნა ყველა ველოდებოდით, ამას ბაქარ სადისტი გელენიძე, ლევან ტყვიამ გაუმტარი იანქოშვილის წინამდე. მოკლედ 25,000-ზეა აქ ომი, ეს არის ომი. ჩემი აზრით პროგნოზები გაინტერესებს ალბათ, ხო? კარგი, პროგნოზები რთულია, სიმართლე გითხრათ, ძალიან რთულია, მაგრამ არ ვამბობ იმაზე, რომ ბაქარი უკვე იყო ჩემპიონი. არ ვამბობ, ვაფშე მაგას არ ვამბობ, არც იმაზე ვამბობ, რომ გრან პრიც აქვს მოგებული ბეჭედი. იმასაც არ ვამბობ, რომ რამაზანაშვილთან ორჯერ იჩხუბა და ორივეჯერ მოიპოვა გამარჯვება. რამაზანაშვილი. ხო იცით ვინ არის რამაზანაშვილი? ხო იცით რა დარტყმა როგორ ჩხუბობს? ძალიან მაგარი მებრძოლი რა და არ ვამბობ, მაგაზეც არ ვამბობ არაფერს. იანქოშვილსაც არ დაუკარგოთ. კარგი მებრძოლია, მაგრად ჩხუბობს, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ბაქარ გელენიძე თავს გაწირავს ამ გრან პრის გამო. შეგახსენებთ, ჩვენი პარტნიორია ვალჰალა, ფიტნესი და კრივის დარბაზი. მშვენიერი დარბაზია, მეგობრული წრეარი, კრივში კიდე აკაკ აკრიაშვილი მოგამზადებთ. უძლიერესი და უნიჭიერესი ტრენერია, ასე რომ გელოდებით ყველას. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთან იყო მეშახტე გამა ტრენერი მომავალ შეხვედრა.